აი ესეთი. აი, გამოდის ასეთი. შეხედეთ? აბა ჩემოჯიგრებო, დღეს გავაკეთებთ შეპირებული ნორვეგიული სიომგის სათალს. ნუ ზოგი ამას ორაგულს ეძახის, ზოგი სიომგას ეძახის. გვერგორს გინდათ ისე დაუძახეთ. დღეს ეს უნდა გავაკეთოთ რა. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გასაკეთებელი არის რა. აი გეუბნებით საბავშვო ბაღის ბავშვს რო ვასწავლოთ, თავისუფლად გააკეთებს რა. არც ცეცხლი უნდა, არც ის უნდა, არც ეს ჭირდება, არაფერი. ელემენტარული რაღაცეები რა. მთავარი ამის ინგრედიენტი ისე რო იცოთ, მთავარი, ხო? ეს არის მარილი და შაქარი. გზეთი რაღაც, მაგრამ მთავარი არის მარილი და შაქარი. და ეხლა როგორ რა დაახლოებით რა პროპორციებით კეთდება ეს. აი ეს არის სადღაც 2 კილო და 600 დაახლოებით ეს თევზი და პროპორციები პრაქტიკულად ასეთია რა. 1 კილო თევზე ხმარობენ 2 სუფრის კოვს მარილს და 1 სუფრის კოვს შაქარს. ანუ 2 წილი მარილი, 1 წილი შაქარი რა. და ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, უბრალოდ ეს ერთმანეთში შაქარი და მარილი უნდა გადაურიოთ. აი ესე ჩავყაროთ და გადაურიოთ. კარგად გადაურიოთ, რომ ეხლა მარილი და ცალკე არ მოხდეს შაქარი, ცალკე არ მოხდეს მარილი უბრალოდ რა. აი ეს არის თავარი. გადაურიოთ. და ეხლა უკვე მოვამზადოთ პრაქტიკულად თევზი დასამარილებლად. ესე იგი, მე პირველი ვიწყებ, რომ თევზს უსმევ ზეთს რა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი რეცეპტია ამისი რა. ეს არის ჩემი რეცეპტი, როგორცაც მე ვაკეთებ და როგორიც მე მომწონს და ჩემს საახლობლოზე ძალიან ბევრი ადამიანს მოსწონს რა. ესე ზეთი, არც თუ ისე ცოტა, მე ხა ზეითუნის ზეთი მაქვს. აი ესე წარმოიდგინეთ, კარგად უნდა წაუსვათ. კარგად. ისი არა რომ რაღაცა წვეთი და 2 წვეთი არ. შევეცადოთ რომ ესე დავასხათ და კარგად როგორც ერთ მხარეს ასევე ხა ეს თევზი ჩვენ უნდა გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს და მეორე მხარესაც უნდა წაუსვათ ზეთი. ხო, აი რაც მთავარია, კიდე კაი არ გამორჩა, მინდა გითხრათ რომ თევზი აუცილებლად უნდა გაქერცლოთ. კანი, გეგონება თითქოს რომ აქ აი ამ ორაგულებს, სიომგებს ისეთი არ აქვს როგორც ახლა მაგალითად კარპს და ზოგიერთ თევზს დიდი ის რა ქვია ქერცლები, მაგრამ ქერცლი აქვს და მას ჭირდება აუცილებლად ყველა შემთხვევაში გაქერცვლა. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, ყველა მხრიდან აი ეს ჩვენი შეზავებული მარილი და შაქრის ნაზავი თევზის უნდა დავაყაროთ. ყველს სულ თავიდან ბოლომდე. დავიწყოთ უნდა ესე და მერე გადმოვატრიალოთ, გვერდებიც აუცილებლად, არც ერთი ადგილი არ უნდა დაუტოვოთ ისე რომ მარილი არ გქონდეს. გვერდებზეც აუცილებლად შევაზილოთ უნდა მარილი. მარილი უნდა მაქსიმალურად ყველგან. ეძულები სადაც არის ამოღებული ეს წვრილი ძულებიც, აქაც უნდა შევეცადოთ რომ ჩავყაროთ, ჩავტენოთ მოკლედ რა. ვინაიდან ეს თერმულად არ მუშავდება, ამიტომ მარილი მას ჩვენ უნდა კარგად დავაყაროთ აი ესე ნახეთ. გვერდში აუცილებლად. აი, ასე საკმარისია, ეს მეტი არ გვინდა. აი ესე უნდა დავამარილოთ. ეხლა ჩვენ გვჭირდება უკვე ლიმონი. მე პირადად აი ლიმონით ვაკეთებ ხოლმე ესე. გავუჭერათ ლიმონი მაკრატლით. და დავაწუროთ უნდა ეხლა ეს ლიმონი. ეს ერთი ძალიან ეს კურკები ავიღებთ და გადავაგდებთ. არ ჩავტოვებთ, უბრალოდ დავაწუროთ ჯერ კარგად. სადღაც ერთი ლიმონი, ერთი ცალი, ერთ მხარეს მინიმუმ.
ესე იგი, თავშივე გითხარით, მე თქვენ რომ ყველა აქ თავისებური სტილი რა, კეთების რეცეპტი. ხო და მე აი ამ სტილით ვაკეთებ და ეხლა გაჩვენებთ რა. ჩვეულებრივ ხახს ვიღებ, თეთრ ხახს ვიღებ. და აი ესე გავშლით ამ ხახს ჩვენ მთელი მასე ოდნოსის სიგრძეზე. აი ესე დავყარეთ ხახვი, ეხლა რამოდენიმე ბოთოლი დაფნა დავუდოთ ესე. ძირს და უნდა დავუდოთ ბევრი არა მე პირადად აი ეს სურნელოვანი წიწაკის ბურთები. აი ესე რამოდენიმე ცალი. ხო, ცოტა, მაგრამ არი ფიქრობთ, იცით როგორ გემოს გაუშვებს ეს. და ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ, უნდა ავდგეთ და ეს თევზი, აი ეს ხორცის მხარეს, აი ესე უნდა დავდოთ. აი ესე უნდა დავდოთ ოდნოსზე. ეხლა ეს ლიმონი აი აქ ზემოდანაც ერთი ცალი უნდა დავაწუროთ. ეს კურკები ისე უნდა მოვაძროთ, არ არის პრობლემა. ან თავშივე შეგიძლია მოაძროთ ლიმონს ეს კურკები და არ ექნება და თუ არა არც ეგ არაა პრობლემა რომ არ ზდიოთ ეხლა სათითაოდ ამ ლიმონის იმას კურკებს. შეგვიძლია ესე კარგად გავაწუროთ, ოღონდ ჯერაც თავარია. ეს კურკები ავხიკოთ რა, არაფერი არ არის. განარამეს უშვება, მაგრამ ნუ რა, უბრალოდ ულამაზოა და ესეც ცოტა ხერით გადა იმას ვქნათ რა ქვია. საერთოდ როგორ არის იცით? ზოგი 24 საათს აჩერებს ამას, ზოგი 36 საათს. ზოგი კიდე 48 საათს. სანამ შეჭამს. უბრალოდ სანამ დაიწყებს ჭამას რა. მე პირადად ვფიქრობ, რომ 36 საათი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე უკვე მარილი ძალიან უჯდება რა. 24 საათი კიდე ჩემი თვალსაზრისით ცოტა ნაკლებია. ეხლა რას ვაკეთებთ? აი ესეთი იმითი რა ქვია. ასე ძახიან ამას ცელოფანით შევფუთოთ. შეგიძლიათ რაღაც სხვა რაღაცაც გაუკეთოთ, არაა პრობლემა. შეინახოთ რამეში. უბრალოდ ნუ ეცადეთ რომ პლასმასი არ იყოს რა. მაინც პლასმასი არაფერზე არ ვარგა. ეს არის უჟანგავი. ეს უნდა შევინახოთ მაცივარში ხა. მაცივარში უნდა შევინახოთ. დღეს შევინახოთ ამას მაცივარში და ხვალ დილას, სადღაც ნუ ესე 12 საათში, დილას ესე, ნუ საერთოდ ჯამში 12 საათში რა. ეს გაიკეთებს წვენს, გამოუვა ეს მარილი, გამოიტანს ამ წყალს და აუცილებლად უნდა გადაუქციოთ ის წვენი, იმ წვენში დატოვება არ შეიძლება. და მერე კიდე აი ესე უნდა ვაცადოთ, რაზეცაა საუბარი 12 საათზე ცოტა მეტი, ჩემი აზრით აი ესე 18 საათი იქნება კარგი მერე. მერე ნუ ამოვიღებთ ჩვეულებრივად რაღაც ცოტა წვენს გაიკეთებს, იმასაც გადაუქცევთ, გავამშრალებთ, შეგვიძლია ოდნავად ზეთი წაუსვათ და მერე დავჭრით. ამას ყველაფერს ნახავთ რა თქმა უნდა ჩვენ თავიდან ბოლომდე მივყვებით. მოკლედ ახლა დავისვენეთ რა. 12 საათი წავედით, დასაძინებლად. აი გავიდა 12 საათი, სადღაც 13 საათი და ამოვიღეთ მაცივიდან თევზი. და ეხლა ეს უნდა თლიანად უნდა გადავუწუროთ ამას, აი რაც აქვს წვენი რა. აი ნახეთ, შეხედეთ როგორ არის. ეს უნდა მოვაძროთ, მაგრამ მოუწრაფია. აი რამდენი წვენი გაუშვა ხო ხედავთ ხო? ეს უნდა აბსოლუტურად ახლა გადავიტანოთ ჩვენ და გადავაქციოთ რაც წვენია და თევზი არ უნდა გადავატრიალოთ. უნდა დავტოვოთ ეს ახლა ეს ვინაიდან დიდი ნაჭერი იყო, ამიტომ მე მომიწია ესეთ იმაზე სინზე დადება. თორე ესე თუ პატარა ნაჭერია, შეგიძლიათ შუშის კონტეინერში მოათავსოთ იმას თავსახურით. შუშა საერთოდ ყველა ჯობია და პლასმას არცეც და არავის არ გიჩვენთ არასდროს არაფერზე თითქმის რა. აი ესე არაფერი ჩაუბრალოდ ახლა ეს უნდა გადავწუროთ თავიდან. შევფუთოთ ეს, შევინახოთ მაცივარში და აი უკვე ხვალ დილით იქნება აბსოლუტურად მზად. აი ესეთი აი ამდენი წყალი გავუშვებ, ნახეთ. აი ასე. მოკლედ ახლა ამას მე შევფუთავ და
ხვალე დეგუსტაცია იქნება, დეგუსტაცია და რა თქმა უნდა აბი გლუკოზაც. აბა ჩემო ჯიგრებო, აი, ჩვენი თევზიც გამზადდა. და ეხლა დავიწყოთ unboxing თევზის. აი ესეთი თევზი გამოგვივიდა. ეხლა მოდი გადმოვაბრუნოთ მეორე მხარესაც. ესენი მოვაძროთ და ესე გეტყვით კიდევ რამოდენიმე სიტყვას. ჯერ გადავიტანოთ საოპერაციო მაგიდაზე. ეს ხახვები მოვაცილოთ. აი ხედავთ ხო, თევზი გარედან ოდნავად არის ცოტა თეთრი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ რო ლიმონს ვუშვებით მას, ხო, ის ოდნავად აი გარეკანს ლიმონი ცოტათი ათეთრებს, მაგრამ შიგნიდან იქნება ესეთი ვარდისფერი, ძალიან კარგი და თუ თქვენ ნახავთ ხოლმე ვიდეოებში რომ არის აი ძალიან წითელი, იცოდეთ რომ აი ძალიან წითელი ის არის ყველაფერი ან რაღაცა საღებავით, ან რაღაცა არანატურალური იმებით მიღებული რა. უნდა იყოს აი ესეთი ვარდისფერი, ის უნდა დაკრავდეს ორაგულს, სიომგას, რაც გინდა ის დავარქვათ, აი ესე უნდა იყოს რა. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, როგორც ყოველთვის გეუბნებოდით, კაი ბასრი დანა ამისთვის და დაჭრა რა. გინდა ასე დავიწყოთ, გინდა იქიდან დავიწყოთ, გინდა როგორც გინდა დავიწყოთ. აი შუაზე გადავჭრათ, ნახოთ ერთი შიგნით როგორი ფერია, ეს ცოტა დიდი ნაჭერია. აი ესეთი. აი გამოდის ასეთი. შეხედეთ? დავჭრათ ახლა ეს მაშინაც გითხარით რომ კარგია ამისთვის ესეთი ბასრი დანა. ერთი ნაჭერი ნაწილი გადმოვდოთ აგერ ასე დავდოთ ლამაზად. ასე შეიძლება ასე ჯობია დაინახოთ და დავიწყოთ ამის დაჭრა. ეხლა რა მინდა გითხრათ რომ ხშირად ამას ცოტა შეყინავენ ხოლმე და ისე ჭრიან რომ აი თითქოს უფრო კარგად დაიჭრას, მაგრამ ეხლაც კარგად დაიჭრება ეს ნუ ამიტომ აი ესე უბრალოდ ნახეთ. ესე დავუსვათ დანა და დავჭრათ. აი ესეთი ნაჭრები უნდა მივიღოთ მისგან. აი. დაახლოებით რომ შეხედოთ. დავუდებ მე ესეთი ტიპის ნაჭრები. აი ესეთი ნაჭრები უნდა გამოვიდეს, როგორც ხედავთ. ეს ახლა განვალაგოთ უკვე აქეთკენ ჩვენთან ლამაზად დაფაზე. მაშინაც გითხარით, დიდი იმის, რა ქვია, აი ამ რასეთ როგორც იყვნენ, სერვირების ოსტატინე არა ვარ, მაგრამ აი დაჭრით ახლა ესე შეგვიძლია უკვე ლამაზად დავჭრათ ეს ჩვენი თევზი. აი ახლა დავჭერით ჩვენ ეს თევზი, აგერ არის, ხედავთ, ლამაზად გოხდათ. და მინდა გითხრათ, თუ ბევრი გააკეთეთ თევზი, თუ ბევრია გაკეთებული, აი ესეთი ნაჭრები, დიდი ნაჭრები შეგიძლიათ შეფუთოთ იმაში, რა ქვია, აი ესეთ, ნუ რამე ან целлоფნის პარკში, ან რამე კონტეინერში ჩადოთ, ჯობია იმაში გადაახვიოთ, ეგრეთ წოდებულ საჭმისთვის ვარგისის იმ რო იყიდავ ეს целлоფნის პარკები და შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში. აი ის შეგიძლიათ რომ რამოდენიმე კვირა გააჩეროთ მაგალითად ერთი თვეც და გამოიღოთ მე დაჭრათ და დააგემონოთ და როდესაც აი ესე დავჭრით თევზს და გავამზადებთ და გვინდა რომ მივიღოთ საკვებად და ჩვეულებრივად ქვემოთ გვიდევს და არა საყინულეში, მაშინ მაქსიმუმ 2 დღეში ეს უნდა შეიჭამოს. და ხო გეუბნებით, მე პრობლემა არ არის, ადექით და შეინახე საყინულეში და გემრიელად მიირთვი ჭამე ისიამოვნე რა. მოკლედ და ამგვარად ეხლა მე ჩემი TikTok-ის მაყურებლებს დავემშვიდობები, იმიტომ რომ იცით რომ TikTok-ს არ უყვარს დეგუსტაციები, უბრალოდ დეგუსტაციები უყვარს, მაგრამ ჩამოკვრა არ უყვარს სასმლის. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ რომ გავაგზავნებთ დანარჩენს YouTube-ზე და Facebook-ზე. აბა ჯიგრებო, გადავიდეთ ახლა დეგუსტაციაზე. კარგი თევზი, კარგი ხორცი, კარგ ნებისმიერ იმას, რა ქვია, დამარილებულს თუ მოხარშულს თუ შემწვარს, უნდა რა, აბი გლუკოზას გარეშე არ გამოვადა. აგერ, აბიჭებო, 12 კალიბრიანი და ქართული, ჭაჭინსკი, ვაშკაცური, 60 გრადუსიანი რა. გავამზადოთ. მოკლედ ეს იყო რაც იყო, ჩემო კარგებო, რაც ნახეთ თქვენ ამის დამზადება. უბრალოდ ეს არის დრო ჭირდება მე, თორე დასამზადებლად ძალიან მარტივია და ძალიან კარგი გამოდის. აგერა ერთი ცალით შევახრამუნოთ ყველგვარი პურის, მურის, იმის ამის გარეშე რა.
მაგარია რა. აბა, ჩემო კარგებო, გაიხარეთ. იმრავლეთ, იბედნიერეთ. არ დაიზაროთ კომენტარები. არ დაიზაროთ საკაზიარებები. რა ვიცი, დაწერეთ, რა გაინტერესებთ მაგალითად, რომელი კერძის მომზადება, ასევე რომელი მაგალითად კონკრეტულად რესტორნის ან რომელიმე სხვა პროდუქტის დაგემოვნება, დეგუსტაცია, ექსპერტიზა, ხო? ასე რომ იხარეთ, იბედნიერეთ და სულ კარგად მემყოფეთ. და როგორც ყოველთვის, ხმალი თქვენი და კისერია ჩემ.